BBC-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოკითხვები მიმდინარეობს როგორც სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოძიება ინტერესდება იმ რესპონდენტებითაც, რომლებიც BBC-ს ფილმში წყაროებად არიან დასახელებული. ექიმების თქმით, ჩატარებული კვლევა კლინიკურია და მასში არც ქიმიურ იარაღზე ან მომწამლოაზე საუბარი არ ყოფილა. საკითხს აფასებენ პოლიტიკურ პარტიებშიც. BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად სავარაუდოდ აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენეს, კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების განმარტებით მოსახლეობის წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდი არც ამჟამინდელი და არც წინამორბედი ხელისუფლების პირობებში არ შეძენილა და არც გამოყენებულა. საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებშიც დაიწყოს. პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 და 319 მუხლებით. რეჟიმის პრემიერისგან, ეგრეთ წოდებული პრემიერისგან მოვისმინეთ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება იმისა, რომ მათ მართლა აქვთ ის კონკრეტული საშუალებები, ქიმიური საშუალებები, რომელიც გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს არის მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებს BBC-ს სიუჟეტს. რაც შეეხება მათი მხრიდან თავდასხმა კონკრეტულ მედია საშუალებაზე, რომელიც არის კიდევ ვიმეორებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დღეს მსოფლიოში, არა მარტო იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ფუნქციონირებს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, მათი რუსული ქმედების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენი შეფასება არის მარტივი. იმდენად მძიმე დანაშაულთან შესაძლო, რა თქმა უნდა, დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოყენებულია და ეს დაადასტურა თავად ოცნებამაც. გამოყენებულია უკანონო, ანუ კანონით აკრძალული ქიმიური იარაღი მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, რომ ეს სათანადო გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს. ეს არის ჩვენი პოზიცია. არც ერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს. არც ერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება და რაც მთავარია, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და კიდევ უფრო რაც მთავარია. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩუქრების დასაწერად. წავალთ. ჯერ BBC-სთან გავარკვევთ იმ საკითხს, რომელიც არის ბრიტანეთის კანონმდებლობით მიღებული, როდესაც პრესასთან პირველი ნაბიჯი გადასადგმელი ამის გასაკეთებლად იმ სპეციალურ ორგანოსთან. და თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივაკითხავთ.